სასამართლო პროცესის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინე ადვოკატების მხრიდან ის უსამართლობები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ზუგდიდში სასამართლო პროცესების დროს საქმის განხილვის პერიოდში. ამის შემდეგ ამას დაემატა ის ვითარება, როდესაც ყოვლად ირონიულად სამართლებრივ შუამდგომლობას ადვოკატებისა უგულებელყოფას უკეთებდა სამივე მოსამართლე. ერთგვარად განცდა და მეუფლა, რომ ეს იყო პროკურორის პროტესტი ყოველივე ადვოკატის შუამდგომლობაზე, იყო გარკვეულწილი ბრძანება მოსამართლეზე, ხოლო ის ყველაფერი, რაც ზუგდიდში ხდებოდა საქმის განხილვის პერიოდში, 6 ერთ დღეს ერთ პროცესის განმავლობაში 6 ადვოკატიდან, როდესაც 6-ვე გააძევეს დარბაზიდან, როდესაც დაკავებული იქნა ერთი მოწმე, როდესაც ნივთკითებები გაქრა საქმის მასალებიდან, რაშიც გამოვხატე. ამის შემდეგ მოსამართლის მხრიდან იყო დასმული კითხვა თუ ვინ დაუკრა ტაში და ამის შემდეგ მითხრა, რომ უნდა დამეტოვებია დარბაზი, ხოლო აქაც პროკურორის ბრძანებით, ასე ვთქვათ, რომ მე უნდა დავეჯარიმებინე, დამაბრუნეს დარბაზში და დამაჯარიმა 200 ლარიანი ჯარიმით. ეს არის საქმე ვახანიას პერსპექტიული იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიცავთ 50 პოლიტიკურ პატიმარს, რომელიც საქართველოს ციხეებში არის, მაგრამ აი ესეთი უნიკალური ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ამ საქმეზე არსებობს, რომ როგორ მოხდა ზუგდიდის პოლიციის მიერ იარაღის ჩადება, ესეთი რამ არის ძალიან იშვიათი, არა მხოლოდ საქართველოს პრაქტიკაში. მოხდა ისე, რომ ზუგდიდის პოლიციაში, სადაც ეთყობა გამორჩეულად უტვინო თანამშრომლები მუშაობენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო სათვალთვალო კამერები იყო ამოღებული და დაზიანებული იყო, დანებით არის, ესე იგი, დაჭრილი ეს ჩანაწერები, მიუხედავად ამისა მოხერხდა საზღვარგარეთ მისი აღდგენა და ამ ჩანაწერებზე ძალიან კარგად ჩანს, რომ ჭხრეკას აწარმოებდა არა 2 გამომძიებელი და 3 პოლიციელი, როგორც ეს ჭხრეკის ოფში არის მითითებული, არამედ 70-მდე სპეცნაზის და აგრეთვე უკანონო ფორმირებების წევრი. ეს არის ისეთი ჩანაწერი, რომელსაც ვერ წაუვა ვერც საქართველოს პროკურატურა, ვერც საქართველოს პოლიცია და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციები და მათ შორის საერთაშორისო სასამართლო ინსტანციებშიც ბუნებრივია, ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ვლადიმერ ვახანიას წინააღმდეგ არსებობს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივები. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ცოტა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს, ვიდრე ზუგდიდის მოსამართლე კეკენაძე, რომელიც არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დამნაშავე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქუთაისის სასამართლოს დამოუკიდებლადაც ჩვენ გვაქვს იმედი, რომ იქნება ძალიან ძლიერი პოლიტიკური ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე. არ იქნება როგორც მტკიცებულება გამოყენებული ეს მომავლის ხდომისთვის გადაიდო საკითხი, მომავლის ხდომაზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, ცნობს თუ არა ამ მტკიცებულებას დასაშვებად. ეხლა მე ჯერჯერობით ამ მოსამართლეებთან პრეტენზიისთვის არაფერი დავუშვათ, შენიშნდა არ მეთქმის, მაგრამ ერთი რამე უბრალოდ შემიძლია ვთქვა ასევე როგორც იურისტმა, რომ თუ ეს მტკიცებულება, თუ ეს ჩანაწერი არ იქნება მიღებული მტკიცებულებად ამ საქმეზე, ეს ჩანაწერი აუცილებლად იქნება მიღებული მტკიცებულებად უკვე ამ მოსამართლეების ბრალდების საქმეზე, იმიტომ რომ არ მიიღო ასეთი მტკიცებულება, ეს არის წინასწარი შეცნობით არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სულ ახლახანს დაცვის მხარის მიერ ჩატარებული იქნა სასამართლო სამედიცინო კომისიური ექსპერტიზა, რომლის საფუძველზეც გვაქვს ინფორმაცია, ანუ უკვე მტკიცებულების სახით გვაქვს ინფორმაცია, რომ ვახანიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ანუ ის არის პროგნოზულად მძიმე ავადმყოფი და მის სიცოცხლე საფრთხეშია. რაც შეეხება მის მოწამვლის ფაქტებს, ამასთან დაკავშირებით მოგეხსენება თუ არა, ერთხელ იქნა გაჟღერებული ამის თაობაზე, როგორც ოჯახის მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან და ეს იყო საფუძვლიანი ეჭვი და ეჭვის საფუძველი განამტკიცა იმან, რომ ჩვენ დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში არ მოგვეცა ექსპერტების შეყვანის საშუალება. ანუ არ მოგვცა საჯელახსოვრების დეპარტამენტმა იმის საშუალება, რომ შეგვეყვანა ექსპერტები. მოგვიწია ამასთან დაკავშირებით ჩაგვერია ევროპული სასამართლო და შესაბამისად 39 მუხლის რეგლამენტის უკვე მხარეს მოთხოვა, მოპასუხე მხარეს ევროპულმა სასამართლომ მოთხოვა დაეშვათ ექსპერტები. ანუ თვენახევრის შემდეგ შევიდნენ ექსპერტები, რა თქმა უნდა,
სრულყოფილად რასაც ქვია მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით ვერ მოხერხდა გამოკვლევა, გამომდინარე იქიდან რომ ასაღებია ჩასატარებელი, ანუ კიდევ კონკრეტულ ფაქტებთან გამოკვლევაა ჩასატარებელი მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენი ქვეყნის სასამართლოს სისტემაში. მინდა გითხრათ, რომ ჯერ აპელაციაც კი არ დაწყებულა და ანუ მტკიცებულება, რომელიც კანონის იმპერატიული მოთხოვნით საქმეს უნდა ერთოდეს, მოსამართლე კეკენაძემ სახელმწიფო საკუთრებაში მიაქცია, ანუ სახელმწიფოს გადასცა მტკიცებულება, რომელზედაც არ არის ჩატარებული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა, არავინ იცის ვის კუთვნილებას წარმოადგენს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს მტკიცებულება ფაქტურად უკვე განადგურებულად ითვლება. ეს არის გამოკვეთით პოლიტიკური პროცესი. აქ არავით არის დამნაშავისა და კანონის ურთიერთობა არ არის. ეს არის პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ რეპრესია და პოლიტიკური დევნა. ბატონი ვახანი არის გავლენიანი ფიგურა ზუგდიდში, იმ ზუგდიდში, რომელიც ახალაიას მიაჩნია თავის პოლიტიკურ ეზოდ. აქედან გამომდინარე არის ფაბრიცირებული სწორედ ეს ბრალდებები, რომელიც მინდა გითხრათ ძალზე უნიჭოდ არის განხორციელებული და ერთ რამეში ვარ ხრმა დარწმუნებული, რომ ბატონი ვახანია ამ მართლმსაჯულების პირობებშიც კი იქნება განთავისუფლებული. იმდენად აბსურდულია ეს ბრალდებები, რომელიც არის მის მიმართ წაყენებული. მე მინდა უბრალოდ მოუწოდო და ვთხოვო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთა სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან არა მარტო საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, არამედ საქართველოს ხელისუფლებისთვისაც კი. მინდა ვთხოვო პოლიტიკურ პარტიებს, რიგით მოქალაქეებს და დაუჭირონ მხარი პოლიტიკურ დევნილს და პოლიტიკურად რეპრესირებულ ბატონ ვლადიმერ ვახანიას.